რას ერჩით კვლევებს, სადაც კარგად ხართ წარმოდგენილი? დიახ. სხვა ჩვენებისგან განსხვავებით, რომლებიც წარსულში ოპოზიციაში პირველ ადგილოსნობას აფრიალებდნენ Facebook-ზე, ჩვენ ვამბობთ, რომ გორბი 13 წლის განმავლობაში აქვეყნებს გაყალბებულ კვლევებს. ეს არის გამყალბებელი სოციოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ივანიშვილის ინტერესებს. მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს. სულ რომ 100% დაგვიწერონ, რაც არ უნდა დაგვიწერონ, როგორც არ უნდა დაგვიწერონ, ფაქტობრივი მოცემულობა არის, რომ გორბი ყოველთვის აყალბებს მონაცემებს. ეს არის ყალბი ორგანიზაცია, ყალბი სოციოლოგიური სტანდარტები. კი ბატონო, მაშინ შემდეგი კითხვა, რაში სჭირდებოდა ლელოს მონაცემის აწევა მაშინ ან გაყალბება იმ დაგვარად, რომ წარმოეჩინათ, რომ ოპოზიციაში გაქვთ პირველი ადგილი? მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კოალიცია იზრდება დროთა განმავლობაში და ჩვენ ამას ვაჩვენებთ გამოჩენის პირველივე დღიდან 6 წლის წინ არ გქონდა სახარბიელო მხარდაჭერა საზოგადოების ფლანგზე, მაგრამ ყოველ მომდევნო არჩევნებზე ჩვენ სამი არჩევნები გავიარეთ, ყოველი მომდევნო არჩევნები ჩვენთვის იყო ზრდა. ყველა მომდევნო არჩევნებიც აუცილებლად იქნება ზრდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიქცევით სწორად, კეთილსინდისიერად, ვართ მხოლოდ ივანიშვილის ოპოზიცია და არა ოპოზიციის ოპოზიცია, როგორც ვიღაცებს წარმოუდგენიათ. ჩვენ არ ვეგებით ივანიშვილის შანტაჟზე, სპეკულაციებზე, იმიტომ რომ ყველა ეს კვლევა, რომელსაც ის აქვეყნებს, აქვს კონკრეტული მიზანი, რომ ოპოზიციაში შეიტანოს დათიშვა, რომ ოპოზიციაში 10.7-ის დაწერას. ისედაც გათიშულია ოპოზიცია. დიახ. არა, ყოველ ჯერზე ხდება კონფლიქტების წახალისება, ხდება გამოგონილი პროპაგანდისტული მექანიზმებით ახალი დაპირისპირების შექმნა. მე ვნახე გორბიზე სერიოზული მსჯელობა არ შეიძლება. სერიოზული მსჯელობა უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი. 13 წლის განმავლობაში არსებობს კონკრეტული ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომ გორბი აყალბებს შესაბამის სოციოლოგიურ კვლევებს. მიზანი რა შეიძლება იყოს? ერთი შეიძლება იყოს პარტიული სპეკულაცია, პარტიული და პოლიტიკური სპეკულაცია ამ კვლევებზე. და მე სოციალურ ქსელში ვნახე მათ შორის ჩემი ოპოზიციური კოლეგებისგან პარტიული სპეკულაციები და ეს ამას ნიშნავს, ის იმას ნიშნავს. გორბზე და ივანიშვილზე სერიოზული კომენტარების გაკეთება არის წარმოუდგენელი. კომენტარები იყო ასეთი, რომ წაგახალისათ, როგორც არჩევნებში მონაწილე პარტიები ოცნებამ გამყალბებელმა ორგანიზაციამ. მე გეტყვით, საზოგადოებას აჩვენა, რომ ორგანიზაციამ რაც არ უნდა გამოაქვეყნოს არ მაინტერესებს. კონტრპროდუქტიულია, საზოგადოებას ეს აჩვენა. ნახეთ რა კარგი რეიტინგები აქვს არჩევნებში მიმავალ პარტიებს, აი ამის საჩვენებლად გამოიყენა თუ არა? მე რა მაინტერესებს საპარლამენტო არჩევნების წინ, მაგალითად კოალიცია, ახლების კოალიცია ცვლილებებისთვის, როგორც ქვია ოფიციალურად კოალიცია ცვლილებებისთვის, პირველ ადგილს რომ ანიჭებდა გორბი საპარლამენტო არჩევნების წინ, ამით რას აკეთებდა, რას ახალისებდა, არ ვიცი. ამიტომ არ ვაკეთებ ამაზე კომენტარს. გორბი არის ყალბი მონაცემების ორგანიზაციის ალბათ ხმების დაკარგვას, რაც შედეგშიც აისახა ისე პირველ ადგილზე გავიდა ოპოზიციიდან 4 ნომერი. გავიქ. დიანა, სიყალბეზე კომენტარების გაკეთება და ვარაუდების გაკეთება არის ჩვენ რო დავსხდეთ ერთად ბათუმური ყავა დავლიოთ და ვიჭორავოთ. პოლიტიკურ პროცესში ტელევიზიაში ეს არ მოსული ამბავია. ნახეთ, გამომხმაურებლები, რომელთა ნაწილსაც გადავხედე, არ ამბობენ რომ ეს უზუსტესი კვლევაა. ამბობენ, რომ ამით რისი თქმა უნდა და ოცნება, სწორედ ამ ჭრილში განიხილავენ, რომ აი, ვინც კარგად იქცევა, მას შესაბამისი მხარდაჭერაც აქვს. საზოგადოებაში არჩევნების ფასის გაზრდა თუ არჩევნებისადმი დამოკიდებულების ამას ვეძახი ზუსტად პარტიულ პოლიტიკურ სპეკულაციას დიანა. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ პასუხობთ მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილის დაკვეთას, რომ ბრძოლის ველზე ყოფნა არის აუცილებელი და გარდაუვალი. თუ ვინმე ზგონია, რომ ამ ქვეყანაში ყველა ბოიკოტს უჭერს მხარს, ესე არ არის. პირიქით, დიდი ნაწილი საკმაოდ არსებობს საზოგადოების აქეთ მხარეს, რომელიც ამბობს, რომ ბრძოლის ველზე შესვლა არის საჭირო. მათ შორის ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც ბრძოლა და ამ მხრივ როცა სხვა პარტიები ამბობენ უარს არჩევნებში თუ შედიხართ ეგრეთ წოდებული რატომ იმიტომ არის რომ ეს არის გიპასუხებთ ორჯერ მკითხეთ ერთდროულად, მაგრამ გიპასუხებთ ძალიან მოკლედ და მარტივად. ეს არ იქნება დიანა ტრადიციული არჩევნები. ეს არ იქნება ტრადიციული არჩევნები, სადაც შესაძლებლობა იარსებებს, რომ ჩვეულებრივად კამპანია ჩაატარო, ისაუბრო მხოლოდ სოციალურ საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომელიც თვითმმართველობის სფეროში შედის და მის იურიდიული თუ იერარქიული დაფარის ქვეშ. შეიძლება ადგილზე სწორედ თვითმმართველობის საკითხები აწუხებს.
დიახ. მათ შორის იქნება თვითმმართველობის საკითხებზე, მათ შორის იქნება სოციალურ საკითხებზე, ხალხის რეალურ გასაჭირზე, რომელიც ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებია, მაგრამ მათ შორის აუცილებლად იქნება დიანა საუბარი საგარეო ვექტორზე, საუბარი იქნება იმ პოლიტიკურ კრიზისზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, სასამართლო სისტემის რღვევაზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მოქალაქეები იმ სოციალურ სიღარიბეს, რომელსაც ახლა თავად გადიან, რომელიცაც ელოდებით რომ იქნება. დიანა, ამიტომ ამბობთ, რას ვილაპარაკებთ, ამას ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ ეს არ არის ტრადიციული არჩევნები, ამიტომ ვამბობ. არჩევნების შინაარსის ლოგიკით. ხო და ეს არ არის, გავიგე, ზუსტად ამას ვამბობ, რომ ტრადიციული არ იქნება, დიანა, დარწმუნებული ვარ გესმით, რომ ტრადიციული არჩევნების არის ის, რომ ვისაუბროთ ან თვითმმართველობის სპეციფიკით, ან ვისაუბროთ არცერთი არჩევნები ტრადიციული არ არის, სულ არის რაღაც სიკვდილსიცოცხლის ბრძოლა, რეფერენდუმი და ასე შემდეგ. სულ ეს მესმის, ამიტომ იქნება ადგილზე ადამიანებს. სამწუხაროდ ასეთ ვითარებაშია ჩვენი ქვეყანა. ადამიანებს მართლა ხიდის და გზის ამბავი აწუხებთ და თუ შედიხართ ამ არჩევნებში, ეგრეთ წოდებულს რატომ უწოდებთ მაშინ? აწუხებთ ავარიული შენობების. დიახ, დიანა. აწუხებთ ავარიული შენობების საკითხი, სოციალური უსამართლობის საკითხი, გზების, წყლის არ ქონა, გაზის არ ქონა და ასე შემდეგ, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას ამ ადამიანების მოწყვლადობაზე, ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ყველანაირ ხარჯზე, განათლების ხელმისაწვდომზე, ყველაფერზე საერთოდ. ამიტომ კი, რა თქმა უნდა, აწუხებთ და ჩვენ ამიტომ ვართ, რომ გარდა დიდი პოლიტიკური, ეგზისტენციალური საკითხებისა, არსებობდეს მოქალაქეებზე ზრუნვის შესაძლებლობა და მექანიზმი და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავექეცით და ვამბობთ, რომ ყოველდღიურ გამოწვევებზე, ცარიელ მაცივარზეც ვისაუბრებთ, გზის არ ქონაზეც, სასწრაფო რო ვერ მიდის უამრავ ქალაქამდე, სოფლამდე, დასახლებამდე, ამაზე ვისაუბრებთ. განათლების მისაღებად ბავშვებს 10-ობით კილომეტრის გავლა რომ უწევთ ფეხით, მგლების გარემოცვაში, ტყეში, ბევრ რამეზე ვისაუბრებთ და ამიტომაც ვართ ამ ბრძოლაში, მაგრამ ეს მხოლოდ არ იქნება დიანა საკმარისი. ახლა ისეთი საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, ამიტომ ეს იქნება ნაზავი. მათ შორის უნდა ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, 1000 ლარიან პენსიის დაპირებას მე თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ გავცემ, მაგრამ მოქალაქეებს გავახსენებ იმას დიანა, რომ არა ივანიშვილის გაყალბება და მეტი მობილიზება საზოგადოების მხრიდან რომ ყოფილიყო კიდევ უფრო მეტი მობილიზება, დღეს პენსიები გაზრდილი იქნებოდა და კორუფციაში არ იქნებოდა ჩაძირული სახელმწიფო ყველა ინსტიტუტი, თავდაცვიდან, ჯარიდან დაწყებული, დამთავრებული ჯანდაცვით და ასე შემდეგ. კი, საზოგადოებას ამას გავახსენებ. მათ შორის გავახსენებ როგორც დაკარგული შესაძლებლობის სახით, 1000 ლარიან პენსიასაც გავახსენებ, სამუშაო ადგილების შექმნასაც გავახსენებ. ანაკლიას ყოველ კვარტალში ერთხელ რო ამბობენ, რომ თითქოს მშენებლობას აგრძელებენ და სამუშაო ადგილები არ შექმნა, ამასაც გავახსენებ. კი, ეს იქნება ყველაფერზე საუბრის არჩევნები, ბრძოლის არჩევნები და წინააღმდეგობის. მე არ ვიცი აგვისტოში სხვა კოლეგები რას აპირებენ, ზღვაზე წავლენ დასასვენებლად თუ სხვაგან, ჩვენ კამპანია გვაქვს გაწერილი ყოველდღიურად, უამრავი შეხვედრა თბილისში და რეგიონებში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი თბილისით. არა, ჩვენ არ წავართ ზღვაზე, ჩვენ წავალთ ბრძოლის ველზე, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება დაგვხვდება ძალიან აგრესიულად და ჩვენ ამის არ გვეშინია. მართლა დავახვედრებთ ამ ყველაფერს, წინააღმდეგობას და მუშტსაც. დავიცავთ საკუთარ თავსაც და მოქალაქეებსაც, რომლებიც იმსახურებენ ყურადღებას, ბრძოლას და მათ შორის მათ ყოფით და ყოველდღიურ საკითხებზე საუბარს პოლიტიკოსების. კი ბატონო, ირაკლი, თქვენ საუბრობთ ბოლო პერიოდში აქტიურად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. დავკარგე და ყურსასმენის ნაცვლად ტელეფონი უნდა დავიბრუნო ყურთან. ირაკლი, მესმის დიანა. თქვენ საუბრობთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. რა გაძლევთ ამ განცდას, არ ვიცი, რა ინფორმაცია გაქვთ, ასევე ბოლო ეთერში, რომელიც რეაქციაში გქონდათ, თუ არ ვცდები, თქვენ ყვებოდით იმის შესახებ, რომ ოცნებაში რაღაც შეკრება იყო, სადაც გადაწყდა, რომ ახლა ჩატარდეს, იყო მსჯელობა, რომ ახლა ჩატარდეს 4 ოქტომბერს თუ გაზაფხულზე მომავალი წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. აი რა იცით, უფრო მეტი გვითხრით და ამ არჩევნებში ყოფნა თქვენთვის არის თუ არა ასევე მზადება იმ არჩევნებისთვის, რომელსაც ელოდებით როგორც ჩანს. კი ბატონო, მე თითქმის დაზუსტებით ვიცი დიანა, რომ დაახლოებით 7-8 დღე გავიდა ალბათ უკვე, 7-8 დღის წინ შედგა ქართულ ოცნებაში პოლიტსაბჭოს არაფორმალური სხდომა, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს არაფორმალური სხდომა, სადაც იყო მსჯელობა საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის გარდაულობაზე და არსებობდა ორი მოსაზრება. ერთი, თვითმმართველობის არჩევნების ჩანიშვნასთან ერთად საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2025 წლის 4 ოქტომბერს
და მეორე ვერსია არსებობდა ის, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩატარებულიყო გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები ცალკეულად. და მეორე ვერსიამ გაიმარჯვა. კახა კალაძე ემხრობოდა თვითმმართველობის არჩევნებთან საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამას აქვს თავისი ძალიან რაციონალური მიზეზები, იმიტომ რომ კახა კალაძის რეიტინგი არის ძალიან დაბალი თბილისში განსაკუთრებულად. ქართული ოცნების რეიტინგი არის 23%-ზე ჩამოსული ახალი კვლევების მიხედვით თბილისში და მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სრული მობილიზების, საპარლამენტო არჩევნების ღირებულების და მნიშვნელობის დამატებით თბილისში გამარჯვების შანსი მინიმალურად მაინც შეენარჩუნებინა. კახა კალაძე ამიტომ იყო თვითმმართველობის არჩევნებთან საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის მომხრე. არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩანიშვნის მომხრე იყო ირაკლი კობახიძე, რომლის პოზიციამაც გაიმარჯვა, რაც არ უნდა უცნაური იყოს. ირაკლი კობახიძის პოზიცია, რომ ოპოზიცია თავად ცდილობს. უფრო სერიოზული ფიგურაა გუნდში, ვიდრე ახლა ეს შეიძლება იყოს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მე ირონიულად თქვი, იმიტომ რომ გამყარებული აქვს კობახიძეს სრული ძალაუფლება პარტიაში და ფაქტია, რომ შეიძლება კალაძე აღარც იყოს სულ მალე მერობის კანდიდატი. კობახიძის არგუმენტაცია არის ის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უფრო მეტი შანსი არსებობს, რომ ერთი ნაწილმა ოპოზიციისა დაიზიანოს თავი, თვით დაზიანებას მიიღოს ხელი ბოიკოტის სახით, დაკარგოს მხარდაჭერა, რეგიონალური პარტიული სტრუქტურები დაასუსტოს ამით და არ იყოს მზად სამომავლო ბრძოლისთვის. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებიც ბოიკოტის გზას მიმართავენ და სტრატეგიას ირჩევენ და ამ დასუსტების პირობებში შემდეგ უკვე გამოაცხადონ საპარლამენტო არჩევნები, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი დიანა აქვს ის, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციას მოახერხებენ თვითმმართველობის არჩევნებზე. საქალაქო ბიუჯეტებს, სტრუქტურებს, სიპებს, აიპებს, საკრებულოებს, მერიებს სრულიად ჩაიგდებენ ხელში და ამას შემდეგ გამოიყენებენ რეპრესიისთვის. ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტად, რომ არ მივცეთ კონსოლიდაციის, ძალაუფლების კონსოლიდაციის შესაძლებლობა ივანეს. ამ არგუმენტს იზიარებთ, რომ ბოიკოტი ისე დაასუსტებს ამ პარტიებს, რომ გაუჭირდებათ შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში, უпростоრად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ასე ვთქვათ მონაწილეობა ან რაღაც სერიოზული შედეგის ჩვენება. მე იმედი მაქვს, რომ არაფერი არ გაუჭირდებათ, იმედი მაქვს, რომ პროდასალური ოპოზიციური პარტიები იქნებიან ძლიერები, თუმცა ფაქტია, რომ ბოიკოტი არ არის არასდროს ის გზა, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური პარტიის და სტრუქტურის გაძლიერება, როდესაც დგას რეალურად ბრძოლა და სამომავლო შედეგები. 2024-ის არჩევნების შემდეგ, რატომ აირჩიეთ ბოიკოტის გზა? ეს იყო საპარლამენტო ბოიკოტი. შეხედეთ, პარლამენტის დაბოიკოტება არის შესაძლებლობა, რომ ლეგიტიმაცია გამოაცალო პარლამენტს. დიანა და ის, რომ დღეს ქართული ოცნება არის დეკლარირებულად არალეგიტიმური. შედეგების ბოიკოტი შეიძლება და თვითმმართველობის არჩევნების არა, ასესვა საკითხს. არა, გაიგპასუხებთ. ბოლომდე უნდა მივიყვანო ადრე. ჩვენ ლეგიტიმაცია გამოვაცალეთ საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად შემდგარ პარლამენტს და ის დავტოვეთ არასრულფასოვანი 150 პარლამენტარის ნაცვლად დღეს იმ ესეთ რაღაც უსახურ სივრცეში შედან მხოლოდ 89 ქართული ოცნების დეპუტატი. ეს არის ლეგიტიმაციის გამოცვლა. ჩვენ მქონდა მიზანი და ამ მიზანს ვუპასუხეთ. და ამიტომაც იყო სწორი და არის სწორი საპარლამენტო ბოიკოტი. თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი არის უფრო მეტად გაზიანებს შენ როგორც პროდასალურ ოპოზიციურ პარტიას, ვიდრე ივანიშვილს. პირიქით, ივანიშვილს აძლევს შესაძლებლობას გაიმყაროს ძალაუფლება მთელი საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, ჩაიგდოს ძალაუფლება მერიები, საკრებულოები და მე ეს ყველაფერი რეპრესიისთვის გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ფინანსები ჩაიგდოს. რის შესაძლებლობასაც ჩვენ მათ არ მიცემთ. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი კუპრაძე, ლელო ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა.